მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ლალიანთიძის საკვირაო სკოლაში. ეს გახლავთ პოდკასტი ლალისთან ყავაზე და დღეს ჩემი სტუმარია ზვიად ჩხენკელი. ზვიადი არ გიგონოთ, რომ რაღაცა რიგითი სტუმარი არის ჩვენი, ამ შემთხვევაში პოდკასტის სტუმარი კი არის, მაგრამ ზვიად ძალიან დიდი წვლილი აქვს ჩადებული და მიღებული საკვირაო სკოლის ამოქმედებაში და სხვებთან ერთად ზვიადს ვუწოდებთ ხოლმე საკვირაო სკოლის დამფუძნებელ მამას. ამჯერად ზვიადი მუშაობს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში. მასწავლებელია, კლასის დამრიგებელიც არის, აქვს საოცარი შედეგები და ძალიან უყვარს ბავშვებს, რაშიც არც ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება. და აქვს ძალიან საინტერესო და ძალიან ინტერესების ძალიან ფართო სპექტრი. მოკლედ ხუმრობით ლეონარდოსაც ვეძახით ხოლმე, იმიტომ რომ აქვს ძალიან ისეთი საინტერესო მიგნებები და სხვანაირად მომუშავე ტვინი. დღეს ზვიადთან მინდა ვისაუბრო ჩვენი საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდზე ალბათ. მოგეხსენებათ, რომ 25 თებერვალია და ეს დღე არ გვინდოდა, რომ ისე ჩავლილიყო, რომ რაღაცა ისტორიული რეტროსპექტივა არ გაგვეკეთებინა ამ დღესთან დაკავშირებით და ზვიადთან მინდა ვისაუბრო იმ ფაქტებზე, იმ ისტორიულ ხდომილებებზე, რაც 25 თებერვალს მოყვა და განსაკუთრებით ბათუმში რა ხდებოდა, ხო, ამ პერიოდში. უკეთ ასეთი ფაქტი ძელი შესავალი გამომივიდა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა. დიდი მადლობა, მოგესალმებით, ქალბატონო ლალი. ისე დამახასიათებთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება გადავიტანო პირდაპირ CV-ში. კი. ხო. დიდი მადლობა. დიდხანს ვფიქრობდი მოსულიყავი თუ არა გადაცემაში, ადრეც შემომთავაზებთ, მაგრამ როგორც ჩანს, ისე დაემთხვა დრო, რომ ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით მზადვა, რომ რაღაც ახალი გითხრათ ამ პერიოდის შესახებ. ჯერ მე დავიწყებ იმით, თუ რა ინფორმაციას ვფლობ და საიდან ვფლობ, ხო? წლების წინ 7 წლის წინ დაახლოებით შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს ჰქონდა პროექტი. შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი. და ამ პროექტის ფარგლებში გადმოგვეცა სულ ცოტა ხნის წინ გამომჟღავნებული მასალები, რომელთაც საიდუმლოს გრიფი მოეხსნა. პროექტში მონაწილეობდი მაშინ როგორც სტუდენტი და სკოლის მოსწავლეებთან, სხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად განვიხილეთ, წავიკითხეთ საარქივო დოკუმენტაცია. საკმაოდ დიდი დოკუმენტაცია იყო, შესრულებული იყო როგორც გამოძიება რო არის, ხო? გამოძიება რო ინახავს თავის საქმის მასალებს, ზუსტად ეგრე იყო. დაახლოებით ალბათ 500-700 გვერდი იქნებოდა და ეს მოიცავდა აბსოლუტურად ყველა მტკიცებულებას, რაც იმ საქმეებში იყო, რომლის შესახებაც ახლა შეგვიძლია საუბარი. 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია, იმიტომ რომ ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტია საქართველოს ისტორიისათვის. არის ისეთი მომენტები, რომელიც ცვლის ერის განვითარებას, ხო? ეს არის ერთ-ერთი ესეთი თარიღი. და მე მინდა ვისაუბრო იმ მოვლენებზე, რომელიც საქართველოში და კონკრეტულად ბათუმში მოხდა გასაბჭოების შემდეგ. გასაგებია ხა სხვებიც ისაუბრებენ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა იცის ის ამბები, რაც დატრიალდა, ხო? მე მაზნიაშვილის ამბავიც. ამას გადავახტები და გადავალთ 1922 წელზე. ერთი წელიც არა უკვე გასული, ცოტა ხო, დაახლოებით ეგ პერიოდი, ერთი წელი გავიდა საქართველოს ოკუპაციიდან და ბათუმში მთელ საქართველოსთან ერთად იგეგმება დემონსტრაცია გამოსვლა საქართველოს ძველი სამფეროვანი დროშით და ამ გამოსვლებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია აქვს გამომძიებლებს, რომლებიც იმ პერიოდში ჩეკაში მუშაობდნენ. და ბათუმის ერთ-ერთი გამომძიებელი იყო კისილევი და მისი დამხმარე თანაგამომძიებელი იყო ქავთარაძე გვარად. და ამათი შედგენილი საქმეები არის, ახლა რაზეც გესაუბრებით. 1922 წლისათვის
იმ პერიოდის საბჭოთა საქართველოს ანუ ეს საბჭოთა გამომძიებლები, ხო, რომლებიც იძიებდნენ ამ ადამიანებს ის საქმეს როგორც დამნაშავეების, ხო? კი, ანუ ბანდიტიზმის რაღაც დიდი სახელი ქვია იმ დაწესებულებას, რასაც წარმოადგენდნენ და ამის ფარგლებში ხდება ეს ყველაფერი. ხელისუფლებას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ქართველები აპირებდნენ დამოუკიდებლობის დღის 26 მაისის აღნიშვნას და პირველ პერიოდში კომუნისტები თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ ქართველებმა 26 მაისი. ოღონდ არა ისე, როგორც ამას აკეთებდნენ მენშევიკები, არამედ ჭეშმარიტი კომუნისტური სული უნდა შევძინოთ ამ საქმესო. ასე გამოაცხადეს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჟღერებულიყო საქართველოს ძველი ჰიმნი დიდება და სამფეროვან დროშას არ უნდა ეფრიალა არსად. დღევანდელი ვარდების ბაღი, იცით ხო ეს ადგილი, სადაც არის გორგილაძის ქუჩა, მერიის წინა ტერიტორია, იმ პერიოდში ყოფილა თურმე ბაზრის მოედანი, ესეც იმ საქმის მასალებიდან ირკვევა, მერე რუკა მოვიძიეთ დაახლოებით იმ პერიოდის და ამ რუკის საშუალებით დავადგინეთ ამ ბაზრის მოედნის მდებარეობა. იქ შეიკრიბნენ დემონსტრანტები, მაგრამ ამ შეკრებამდე რა მოხდა? მთელი საქართველოს მასშტაბით, მაისის დასაწყისში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ სკოლები მოეხსნა. იმიტომ რომ ხალხი წასულიყო სოფლებში დაესვენა და ეს აპრობირებული მეთოდი ყოფილა. კი, წინა წელსაც, გასულ წელსაც მსგავსი რაღაც არ მოხდა, უფრო დიდხანს დაგვასვენეს, ვიდრე ველოდებოდით, ხო? მაშინაც მასე მოხდა, მაისის დასაწყისშივე დაიწყეს ხალხის გაშვება სახლებში, დაისვენეთო ყველას უთხრეს, სამსახურების ნაწილიდანაც გაუშვეს ხალხის შვებულებაში, რომ წასულიყვნენ სოფლებში და დაიწყეს რეპრესიები. ბათუმში ახლა ძალიან ჭრელი ქალაქი იყო იმ პერიოდში და ბათუმში ძალიან ბევრი სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანი იყო. თუ ეს პოლიციელები დაინახავდნენ იმ პერიოდში ადამიანს, რომელიც რაღაც საეჭო იყო მათთვის, წაიყვანდნენ, დაიჭერდნენ. და 20 მაისიდან დაიწყო ეს განსაკუთრებული რეპრესიები, ბათუმში მარტო 350 ადამიანი დააკავეს. ახლა რაც შეეხება კონკრეტულად 26 მაისის წინა დღეს. მოქალაქეები შეიკრიბნენ უკვე ჩემს მიერ ნახსენებ მოედანზე, ბაზრის მოედანზე, გამოვიდნენ სამფეროვანი დროშით, მღეროდნენ საქართველოს ჰიმნს და იძახოდნენ ძირს ოკუპანტები და მსგავსი შეძახილები ჰქონდათ. ეს ყველაფერი დაფიქსირებულია იმ საქმის მასალებში. ვინც იყო იმ დემონსტრაციაში, ვინც მონაწილეობდა, ყველა მათგანი დააკავეს. ოღონდ ეს როგორი დაკავება იყო, იცით, საქმის მასალებში არ ჩანს, რომ გამომძიებელს რაღაც ინფორმაცია ჰქონდა კონკრეტული, თუმცა მისი კითხვების დასმის სპეციფიკიდან გავს, ვის რაში ადანაშაულებს. მაგალითად, ერთ-ერთი იყო თავარდქილაძე, მათ შორის, რომელსაც ხელში ეჭირა დროშა და პირდაპირ ეკითხება, ანუ შესავლის გარეშე, ხო, რომ დროშა რატომ გეჭირა ხელში? ანუ აქედან ჩანს, რომ უკვე ვიღაცამ უთხრა, ჩაუშვა, რა ვიცი, გადასცეს ეს ინფორმაცია და რაღაც მსგავსია, ხო? ესეთი რაღაცა მოხდა 26 მაისს. ანუ ეს დაკითხვის ოქმი წაიკითხეთ, ხო თქვენ? ყველა მათგანის დაკითხვის მოქმია. დეტალურად არის ინფორმაცია, წარმოშობით საიდან არიან, როგორ მოხვდნენ ამ ტერიტორიაზე. თავარდქილაძე ქობულეთელი. ხო, ანუ მაგალითად სხვა ხომერიკი მაგალითად, რა ვიცი, თუ გურიიდან. კი, გურიიდან არის, ოღონდ რა არის? ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ ხომერიკის სადაც ცხოვრობდა ერთ დროს, საიდანაც არის წარმოშობით, ის ადგილი მოგვეძია, თუმცა სუბსელი ხომერიკია და როგორც ხომერიკებში გავარკვიეთ, შემოქმედში. ანუ ხო, ძალიან ცოტა ხომერიკი ცხოვრობს დღეს ფაქტობრივად, ანუ არ ვიცით, სად ცხოვრობდა რეალურად ივანე ხომერიკი. იქ საინტერესო წერილები არის, მაგალითად, ივანე ხომერიკი, როდესაც დააკავეს, მამამისი წერს წერილს აქ ბათუმის გამომძიებელს, რომ ანუ მეხმარებაო ჩემი შვილი იმისათვის რომ რაღაცა მოსავალი ავიღოთო და გთხოვთ გამოუშვითო. სხვა დაკავებულებზე ეწერა რომ აი კბილით კივა და იქნებ რაღაცნაირად გამოუშვათ. ერთადერთი მარჩენალია სახლში და მსგავსი რაღაცები. ეს 26 მაისის აღნიშვნა მაინც მნიშვნელოვნად მიმაჩნია მე რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ ეს დღე მაინც აღინიშნებოდა ქართველების მიერ. მე ხო შეცვალეს ყველაფერი. ეს თებერვალი აღმოჩნდა ჩვენი გაზაფხული. ლექსებში და რაღაცებში ასწავლიდან ახალ თაობას. და აი ეს 25 თებერვალს ფაქტობრივად თბილისი დაეცა, ხო? აი მე რაღაცა პერიოდი იყო, რომ ბათუმი ჯერ კიდე
არ იყო საბჭოთა, ხო, რაღაც მარტამდე მე მგონი, ხო, რაღაც მარტის ბოლომდე, ხო? რაიმე თუ არის ცნობილი აი ამ პერიოდის შესახებ, რაიმე ისეთი საინტერესო ისტორია? კონკრეტულად ახლა ამ პერიოდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციების გარდა სხვა განსაკუთრებულს რაიმეს მე არ ვფლობ, უბრალოდ ბოლშევიკები თანდათანობით რო შემოდიოდნენ ამ ტერიტორიაზე, მოსახლეობაც ხო განსხვავებული იყო, ეს იყო ის ანუ მუსლიმები იყვნენ უმეტესი ნაწილი აჭარაში, შესაბამისად უფრო მეტად საფრთხილო რეგიონი იყო, იმიტომ რომ თურქეთის ფაქტორიც იყო, ხო, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მოუწია ამ ტერიტორიების დათმობა. დამოუკიდებლობა რო გამოვაცხადეთ და გერმანიას მოუწია რაღაც შუამდგომლობა თურქეთთან, რომ იქნებ როგორღაც საქართველოს რაღაცნაირად ძალიან არ შევაწუხოთო რა. ხო, ეს პერიოდი და შემდეგ რისი თქმა შეიძლება ახლა ეს სტრატეგიული უკან დახევა იყო, ხო? ეკვინიტაძის მეთაურობით შეიქმნა ძალიან კარგი სხვადასხვა გეგმა, როგორ უნდა წამოსულიყო ქართული ჯარი თანდათანობით უკან, მაგრამ უკან იმიტომ მოდიოდა, რომ იმ ადგილზე გამაგრებულიყვნენ და შემდეგ ანუ ბათუმში უნდა გამაგრებულიყო. ანუ ბათუმამდე ჯერ რა ვიცი გორი, მერე რა ვიცი ქუთაისი და თანდათანობით ისე დავიხიეთ უკან, რომ აღარ მოგვეცა ძალების მოკრების საშუალება და იმ წინააღმდეგობის გაწევის საშუალება, რომელიც სურდათ იმ პერიოდში. მე ხა ბათუმში რო დარჩნენ, ერთადერთი გზა აქედან იყო სტამბოლის გავლით ევროპაში და ასეც მოიქცნენ. მაგის შემდგომ პერიოდზეც საინტერესო ინფორმაციები არის ახლა საბჭოთა ბათუმი როგორი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ამბობდნენ, რომ ქართველები ჩვენინებით შევედით საბჭოთა კავშირში, ჩვენ მოვითხოვეთ მენშევიკებისგან გათავისუფლება და მსგავსი რაღაცები, სინამდვილეში ბათუმში, მთელ საქართველოში, აჭარაში და ამ შემთხვევაში მე რასაც ვამბობ კონკრეტულად ბათუმში ძალიან ბევრი ისეთი ორგანიზაცია იყო, რომელიც მხარს უჭერდა მენშევიკებს, მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას. ანუ მენშევიკები ამ შემთხვევაში დამოუკიდებლობის კონტექსტში უჭერდნენ და არა იმიტომ, რომ ახლა ვინმეს უნდა. ხო, ახლა იქ ზოგი მარქსისტიც იყო, ახალგაზრდა მარქსისტების წევრი და ასე შემდეგ. იმ ყველაფერი არქივებშია დაცული. ხო, და მაგალითად იყო ერთი ასეთი ჭაობის ორგანიზაცია, ეს იყო სცენის მოყვარულთა წრე. ჭაობის ორგანიზაცია რას ნიშნავს? ანუ პირდაპირ ასე უწერიათ, რომ ჭაობში იყო რაღაც მენშევიკური უჯრედი. ანუ ჩვენს უბანში ჭაობში? კი. სადაც მე დავიბადე, დავიზარდე. ხო, ამ უბანში იყო მე სწავლობდი ჭაობში. კარგია და ხო, ხა ანუ ჩვენ გულისხმობთ ბათუმის ანუ ასე ერქვა ჭაობი, ასე უწოდებენ. კი, პირდაპირ წერია. მე ესე იგი იქედანაა ეს ჭაობი შემორჩენილი, ხო? იმიტომ რომ ჭაობი საბჭოთა იმაში ყოველ შემთხვევაში აი 70-იან წლებში არ ერქვა არც ერთ უბანს. შეიძლება რაც დაინახეს, ის თქვეს, ახლა ჭაობიანი ადგილი იყო ნამდვილად ის ტერიტორია და თანდათანობით რო დაშრა, სახელი შერჩა. ახლა ხო იყო სცენის მოყვარულთა წრე. იკრიბებოდნენ ეს ადამიანები, 7-8 ადამიანი იყო, ერთ-ერთი ამ მათგანის ბინაში. და ერთი იყო გვარად რაზმაძე და ამ ადამიანმა მიიტანა სცენარი, რაღაც წითელი გენერალი. ასეთი სცენარი იყო და ბოლოს თავდებოდა გაუმარჯოს სტალინს, გაუმარჯოს ბერიას, გაუმარჯოს ინტერნაციონალს და მსგავსი ლოზუნგებით. ნუ ახლა ეს უნდა გამოეთქვათ ან დაედგათ ამ ჭყალებში ამ მოყვარულებს. სინამდვილეში ესენი იყვნენ მენშევიკები, ანუ ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომხრეები და ასე შეფარვით აკეთებდნენ ამ ყველაფერს და ამ რაზმაძემ ეს რომ მიიტანა, იმათ სიცილია უტყდათ. ეს როგორ უნდა დავდგათო და რამდენიმე ცუდი სიტყვა წამოწდათ საბჭოთა ხელისუფლების სტალინის და მსგავსი რაღაცის მიმართ. შესაბამისად, ამის მერე დააკავეს ყველა, რაზმაძის ჩვენება საერთოდ აღარ არის, მალევე გაათავისუფლეს, როგორც ჩანს ეს იყო იმ პერიოდში იყო შეგზავნილი ადამიანი, რომელმაც მოისმინა ალბათ ეს გინება, ვერ აიტანა ჭაობელების გინება. ხო, თან ვის სტალინს აგინებენ, ან იმას ხელისუფლებას ეს როგორ შეიძლება და ამის მერე იწყება იმ ადამიანების დევნა რეპრესია. დაიჭირეს ის ყველა მათგანი და იქ მერე ჩვენებებიცაა მიცემული, ხო, ხა ისინი თავისთავად ამ ყველაფერს
არ აღიარებენ ახლა ვიღაცას რო შეაგინა, გასაგებია, ცუდია, მაგრამ რაზმაძეს რა ინტერესი ქონდა, ხო? როგორც გაირკვა, ეს რაზმაძე ყოფილა გაბოროტებული პიროვნება. ანუ ეგ როგორ გაირკვა? იქ ერთ-ერთ უწერი ასეთი რაღაც თევზაძე იყო გვარად, თუ სწორად მახსოვს ახლა იმედი არ ვცდები, თეატრის მოყვარულთა წრეში, რომელიც შედარებით უფრო დიდ ჩვენებას აძლევს და ეუბნება რომ კი, ნამდვილადო მე მოწინააღმდეგე ვარ იმ ხელისუფლების, რომელიც დამყარდა და ყველაზე დიდი ჩვენება რაც კი წამეკითხავს, მას აქვს დაწერილი, როგორც ჩანს განათლებული ადამიანი იყო და ჩამოაყალიბა თავისი აზრის სრულყოფილად. ან გაუნძიებას დამატებითი შეკითხვების დასმა არ დაჭიროებია და მე იქ იხსენებს ასეთ ამბავს, რომ ეს რაზმაძე, ვინც იყო აქ მოსული, თავის დროზე ამ თეატრის მოყვარულთა წრეში რომ იყო, რაღაც როლი არ მიუციათ ის, რომელიც მას სურდა და გადაწყვიტა ასეთი, რა ვიცი, ჭყალებში შურისძიება. ახლა არ ვიცი, რამდენად ფიქრობდა, რომ ასეთ შედეგებს გამოიწვევდა ეს ყველაფერი, მაგრამ ხშირად იყენებდნენ ძველ პერიოდში, იმ პერიოდში ეტყობა არ იყო მაშინ ჯერ კიდე რეპრესიები დაწყებული ისე. ჯერ არა. ჯერ ახლა ეს არის მე რაც მოვყევი 24 წლის ამბავი. თუმცა შემდგომში რა ხდება? ეს ადამიანები უკვე ან დაპატიმრებული ყავთ, ან გაშვებული ყავთ, მაგრამ განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. იმიტომ რომ მალე დგება 1924 წელი, ეს არის უკვე საერთო ქართული გამოსვლა, აჯანყება, დიდი აჯანყება, რომელიც მოეწყო იქ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და უკვე ამათ ხელახლა აკავებენ. ბათუმიც ემზადებოდა ამ აჯანყებისათვის, ახლა რატომ? კიდევ ერთ ორგანიზაციაზე და მენშევიკურ უჯრედზე მოგიყვებით, მეორე არის ბარცხანის მენშევიკური ვაიმე რას ლაპარაკ? ასე უბნო რა? კი. ბარცხანას ეტიმოლოგიურად საიდან მოდის? ნამდვილად არ ვიცი, ასე არ ჩავძიებილო, მაგრამ რატომ იყო ახლა ბარცხანის მხარე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ პორტისგან ცოტა მოშორებით არის და იქ ძალიან მარტივად იყო შესაძლებელი. ქალაქის შემოსასვლელი. ხო, ანუ კონტრაბანდით, ზღვის ღამით რაღაცების გადმოტანა. იქიდან გადმოქონდათ ლიტერატურა, რომელიც აკრძალული იყო, ვრცელდებოდა. თურქეთის საშუალებით თუ ხო, ევროპიდან იქ კავშირები ხო გქონდა ქართველებს პარიზთან და სხვადასხვა გზებით, ზღვის საშუალებით ღამით სიბნელეში რაღაცები გადმოქონდათ. და ერთი ადამიანი იყო ისმაილ თევზაძე, რომელიც იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდა. სხვა ადამიანებიც არიან იმ საქმეში მოხსენიებული და მას აღმოუჩინეს უცხოური გაზეთები, როგორც ჩანს, აი ასეთი გზით შემოტანილი და ამ ისმაილ თევზაძის ისტორიაში საინტერესო ის არის, რომ ისიც დააკავეს, შემდგომში 27 წელს დახვრიტეს, ანუ 24 წლის მერე ციხე დაყავდათ ეს ადამიანი, დახვრიტეს 27 წელს და რო დახვრიტეს, გავიდა წლები, სტალინის კულტი დაიგმო, რაღაც საბჭოთა კავშირში ამის მერე დაიწყო რაღაც ცვლილებები, დაიწყეს საქმეების ხელახლა გამოძიება, რომელიც და რეაბილიტაცია. ხო. თან ანუ ოჯახს იქ წერია, რომ ოჯახმა მოითხოვა ამ ადამიანის, რა ვიცი, საქმის გაგება, როგორ მოხდა ეს ყველაფერი. და იქ წერია რეაბილიტირებულია, მაგრამ არ მგონია რომ ის პატარა ფურცლის ნაგლეჯი ცვლიდეს იმ ყველაფერს, რომ ოჯახმა დაკარგა მეუღლე, ვიღაცისთვის შვილი და ასე შემდეგ. ანუ ასე ძალიან ბევრი ადამიანი იყო იმ პერიოდში დაღუპული, კაცშვილმა არ იცოდა სად წავიდოდა და მე მისი ოჯახის წევრებიც ხო როგორ იყვნენ. საზოგადოების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან იყვნენ დევნის ობიექტები, ხალხის მტრის შვილებად მოიხსენიებდნენ და მოქალაქეობრივი უფლებები შეზღუდული ჰქონდათ ხო ასეთ ადამიანებს და რა ვიცი ახლა რეაბილიტაცია მოკლის შემდეგ ცოტათი დაგვიანებულია ალბათ ასე ვფიქრობ და კიდევ რისი თქმა შეიძლება ისე როგორი ის არის ნახე მსგავსი ისტორია მაშინაც ხო ასე დაიწყეს რომ ვერავის ვერ წარმოედგინა რომ იმ მარწუხებში მოხდებოდნენ ხო ახლა ვიღაცას დააყარეს სიცილი რომ აი გაუმარჯოს სტალინს როგორ მოიტანო და ახლა ეს 37 წლის პერიოდში ყოფილიყო უკვე აღარ გაეცინებოდა ხო რაღაცა ნელ-ნელა როგორ ხდებოდა ხო ამ სისტემის ისა რამე ხო არ გაგონდება დღევანდელობასთან კავშირში კი როგორ არა სხვათა შორის წინა წელს
კონფერენციისთვის ვემზადებოდით, მოსწავლეებს ამ საარქივო მასალის ნაწილი გავაცანი და ამ გადაცემის დასაწყისში რო ვახსენე, რომ აი მაისის დასაწყისშივე რო დაიწყეს სასწავლებლებისგან მოსწავლეების გაშვება, როცა ჯერ კიდევ თვე ნახევარი უნდა ესწავლათ, ზუსტად მოსწავლემ გამახსენა, რომ მაშინაც მსგავსი რაღაცა მოხდა იმ საარქივო მასალის მიხედვით. ახლა ვფიქრობ, რომ ასეთი ფაქტები, რა ვიცი, ალბათ იმ დროსაც არ ეგონათ, რომ ასე შორს შეტოვავდნენ საბჭოთა და ჩვენც ხო არ ვართ ახლა მაგ საშიშროების წინაშე, რომ ჯერ კიდევ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს, რაში შეიძლება შევტოპოთ. ზოგადად ეგრე არის, რომ რაშიც ვიმყოფებით იმ სივრცის ტერიტორიის გარემოს აღქმა გაცილებით რთულია. იმედი მაქვს, რომ არ ვიქნებით. მაგას რას ვადარებ, იცი, როცა მთის ძირას დგა ხარ, ხო? საერთოდ ეპოქის ხედვა, როცა შიგნით ხარ, ძალიან ძნელია და ეს ერთეულებს შეუძლია, ხო? აი რატო არის ლიტერატურაში ან ხელოვნებაში მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ეპოქის სულს, რომ ჩაავლო, ხო? აი როცა უკვე დისტანცირდები, როგორც მთას მოშორდები, ხო? დისტანცირდები და აი შორიდან უკვე კარგად ჩანს მთის სილუეტი, მე ხდება გადააზრება იმ ისტორიის, რომ რასაც რაშიც თურმე ყოფილ ხარ, ხო? და მაგისი ძალიან ხშირად მეშინია ხოლმე, როცა გავიაზრებ, რომ აი რაში შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ მშვენიერ დღეს, იმიტომ რომ იცი რა, მაგისი ყვავილები ჩანს ახლა. თუ დააკვირდით, ერთი თვის უკან იყო, თუ მიაქციეთ ყურადღება ამ ფაქტს, თიტო სამხარაძე მე მგონი, ხო? ნუ ხელისუფლების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოაცხადა, რომ აი ესე ჩვეულებრივად საუბარში აღნიშნა, რომ 9 აპრილს დაღუპული ადამიანებიო ჭყლეტაში მოყვნენ. ხო არ მეშლება ხო თითო სამხარაძემ თქვა. ვინ თქვა არ მახსოვს, მაგრამ ეს ფაქტი მსგავსი. ხო, არის ესე ჩვეულებრივად ეს ადამიანებიო ჭყლეტაში რომ მოყვნენ, ხო? ეს ჩემთვის იყო რაღაც წარმოუდგენელი გაყალბება, ხო? ახლა ეს ხო ის არ არის არსებობთ ადამიანები, ვით თვითხილველები ვართ, ხო? ეს ხო ის არ არის რაღაცა პრეისტორია არქივებიდან და ებიდან რომ უნდა გაიგოა რა. ამისი მხილველები ვარ და როდესაც ადამიანები ამას ბედავენ, ხო, ამის უკან რაღაცა ძალიან დიდი ჩანაფიქრი დგას, ხო? ამიტომაც არის, რომ ცოტა კი არა და კაი, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. და ფაქტობრივად თუ დააკვირდები, ის ფაქტი, რომ 90-იანი წლები კარგად შეფასებული არ არის, ისწავლება კარგად სახელმძღვანელოებში, არის ეროვნული გამოცდებში არის შეტანილი 90-იანი წლების საკითხები. მე ახლა აბიტურიენტებს არ ვამზადებ, მაგრამ ბოლო პერიოდში რომ შეიცვალა პროგრამა, ვინც ჩემზე უფრო მეტად გამოცდილია, ყველა მითხრა, რომ მდგომარეობა ამ მხრივ გაუარესდა. კარგია რომ ეს კითხვა დამისვით, იმიტომ რომ ამ დღეებში, რაც სემესტრი დაიწყო, მაგის მე ვფიქრობდი, რომ განათლების სამინისტროს ჰქონდა გეგმა, რომ სახელმძღვანელობით თანდათანობით უნდა შეეცვალა და ეს დიდი ხნის წინ დაიწყო ეს ამბავი, ახლა ის ბავშვები მე-12 კლასში არიან. თუმცა მე-12 კლასში ძველი სახელმძღვანელოთი სწავლობენ, ვერ დაბეჭდეს ან არ დაბეჭდეს ეს იგნი, ახლა ზუსტად დეტალები არ ვიცი. არადა რატომ არის მნიშვნელოვანი განსაკუთრებით ბოლო პერიოდის სწორად შეფასება და ახალი საარქივო მასალების გამოვლენის შედეგად ინფორმაციის მოძიება, რომ ეს ჩვენი ისტორიის ბოლო პერიოდს ეხება. ჩვენ მაგალითად რეპრესიების შესახებ გვაქვს წიგნში მე-12 კლასის მოქმედ სახელმძღვანელოში რამდენიმე აბზაცი, ისიც მოკლედ, რომ ასე სახელმწიფო შენების დროს რაღაცა სტალინი ამას აკეთებდა რეპრესიებით. ანუ ისე რომ კონკრეტული მაგალითები იყოს განხილული, ჩამონათვალშიც ახლა ძალიან ცნობილი ადამიანები რო არიან, ისინი შეიძლება იყოს 1-2, მაგრამ კონკრეტული ადამიანების ტრაგედია, რაც იქ მოხდა, ეს განხილული საერთოდ არ არის და ეს ისტორია როგორ ანუ ეს არქივო მასალებს ხო აქვს თავისი რაღაც შენახვის ვადა, როდესაც შეიძლება ის უკვე საჯაროდ იყოს ცნობილი, ხო? და მით უმეტეს, როდესაც ასე სისტემის რღვევა მოხდა და სხვა სახელმწიფოში ხარ, ის ვადები საერთოდ ეგრევე უნდა გახსნილიყო, რა ვადებზე არის ლაპარაკი. ის ხო ჩვენ ხო სამართალმემკვიდრე არა ვართ საბჭოთა ხელისუფლების. ხო ჩვენ ვართ 1921 წლის ხელისუფლების სამართალმემკვიდრე, ხო? ამიტომ ამას სულაც არ ჭირდებოდა წლები, იმ წოთა შეიძლებოდა რომ ეს გახსნილიყო. კი, უბრალოდ ნება არ არის როგორც ჩანს ამის, იმიტომ რომ იმ ადამიანების უკან, რა ვიცი,
დღეს მათი შთამომავლობაა, რომელიც ან შეიძლება თვითონ ის ადამიანებიც კი არიან სადმე ხელისუფლებასთან ახლოს პირობითად თან. ხო, ანუ ის იმდენად არიან დაკავშირებული და გადაჯაჭვული ჩვენი სახელმწიფოს, სამშობლოს იმ ბნელ ისტორიას, რომ უკვე ერთმანეთს ხო არ გაასამართლებენ ახლა ეს ადამიანები. არავინ არ არის იმ პერიოდში არავინ არ დარჩა ისეთი ადამიანი, ვისაც შეუძლია თამამად თქვას, რომ მე ამ ყველაფრისგან შორს ვარ, რა ვიცი. ალბათ წესით ის საქმეები თავიდანვე უნდა ყოფილიყო გასაჯაროებული, ხალხს უნდა ცოდნოდა. ლუსტრაციის კანონი უნდა მიგვეყო და ამითი დამთავრდებოდა ყველაფერი, რომ ყველა გაიგებდა ვინ არის და ყველას მიეჩინებოდა მისი ადგილი. ეს ძალიან კარგად გააკეთენ აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებში, რომ ჩეხეთში იყო ამისი პრეცედენტი, რომ აუკრძალეს ამ ადამიანებს და მათ უშუალოდ შვილებს, შთამომავლობას არა. ესე იგი, აუკრძალეს რა საჯარო სამსახურში და მასწავლებლად მუშაობა, როგორი გონივრული გადაწყვეტილება იყო, ხო? დანარჩენი ახლა ბიზნესი იქნებოდა თუ რაღაცა კერძო სტრუქტურებით რაღაცა ამ ადამიანებს ახლა არსებობის უფლებას არ უგრძალავდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამითი ყველაფერს დაარქვეს თავისი სახელი და ბოლოს და ბოლოს გათავისუფლდა ხელისუფლებებიც და ცნობიერება, ადამიანების ცნობიერება გათავისუფლდა საშინელებებისგან, რასაც საბჭოთა კავშირი უკეთებდა ადამიანს. ჩვენ საბჭოთა კავშირიდან ჯერ გამოსული არა ვართ და თან ახლა როცა უყურებ ეს პროპაგანდისტული მედიები, ვინც არის, ისე კარგად ყავთ ჩაფრენილი და ეს ისედაც საბჭოთა ქვეყანა ხარ, ისედაც მოწამლულია ადამიანების ტვინები და კიდე როცა აი ეს მუშაობს ეს პროპაგანდისტული მანქანა, ნუ ძალიან მძიმე საყურებელია. მით უფრო როდესაც საზოგადოებაში აი ეს პრეცედენტები არ არის შექმნილი იმის, რომ მაგალითები გვენახა თუ რა გაუკეთა საბჭოთა ხელისუფლებამ ადამიანებს, კონკრეტულ ადამიანებს. ეხლა რა მაინტერესებს იცი, აი მე მაგალითად ეხლა რო შეცვალეს ეროვნული გამოცდებიდან ამოიღეს, ხო, პროგრამიდან, ნუ ეროვნული გამოცდების პროგრამიდან ამოღება ცალსახად ნიშნავს, რომ ის საკითხები, რომელიც ეროვნულ გამოცდაზე არ არის, სკოლაშიც არის მიფუჩეჩებული, ხო? კი, სკოლის პროგრამიდან არ ამოღებულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმას განსაკუთრებული ყურადღება მიექცია და რა მენიშნა, იცით, რომ ჩამოთვალეს ნაწარმოებები და ის პერიოდები ისტორიული, ხო? მე ხო საბჭოთა პერიოდში მაქვს განათლება მიღებული, სკოლა მაქვს დამთავრებული, ხო? და თან, რა ვიცი, კარგი მოსწავლე ვიყავი და ძალიან ბევრი რამე მახსოვს, ძალიან კარგად მახსოვს პროგრამა. სინამდვილეში ამოიღეს ის, რაც მე არ გამივლია. და მე ჩემი აი ეს ხო გეორგიევსკის ტრაქტატის მერე ბრძოლების ისტორია ჩვენ არ გაგვივლია, სკოლაში არ გვისწავლია, არც ისა ბედნიერი არ გვისწავლია სკოლაში. აი რომ ვუყურებ, რომ ნახე, ხო და აბრუნეს იმ საბჭოთა პერიოდის პროგრამასთან. აბსოლუტური ადაპტირება გააკეთეს და მე არ ვიცი, ალბათ ესეც არის ერთ-ერთი სიგნალი, ვიცი თუ რას გვიპირებენ და რას უნდა ველოდოთ. ახლა ეს საბჭოთა პერიოდში ხომ საბჭოთა ისტორიოგრაფია ცდილობდა რას, რომ ფაქტები დაემალა და უკვე შემდგომი თაობისათვის ცნობილი ყოფილიყო მხოლოდ ის, რომ აი თავისუფლების მოყარე ქართველი ერის შეუერთდა დიდ რუსეთს საკუთარი ნებით, არა რაღაც სხვანაირი მიზნებით. ამ დიდ ძვამს ხელის ღუზი ატარა. კი, რაღაც ეგეთები და ამისათვის საჭირო იყო ისტორიის იმ მონაკვეთების დამალვა, მიფუჩეჩება, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ დღესაც არ ხდება ამ ყველაფრის შესწავლა, გამომჟღავნება. ახლა რეპრესიებს რაც შეეხებათ, ხო? ბათუმის და ისე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქ იცი შეფასებით ნაწილს. ერთი არის, როდესაც ფაქტების დონეზე სწავლობ, მაგრამ მეორე არის შეფასებითი ნაწილი და აი სკოლაში და განსაკუთრებით მასწავლებლის მხრიდან ხო ამ ყველაფერს რა ემოცია მოყვება. მე მახსოვს ჩემი თავი, რომ სკოლა სანამ ნუ ის პერიოდი რა, საბჭოთა პერიოდში მაქვს სკოლა დამთავრებული და მე ვიყავი ბედნიერი ჩემს თავში რომ ვფიქრობდი რომ რა ბედნიერება რომ საბჭოთა ბავშვი ვარ და არ დავიბადე ამერიკაში. წარმოიდგინეთ როგორ მუშაობდა პროპაგანდისტული მანქანა, რომ მე მართლა გულწრფელად მეგონა რომ რაღაცა ღვთისწყალობა იყო ჩემ თავს, რომ საბჭოთა კავშირში
ღმერთი იყო საბჭოთა კავშირში. არც მაწუხებდა მაგი ღმერთის საკითხები, დიდად მართალი გითხრა. იმიტომ რომ იმდენად ბუშობდა რაღაცა ბებიაჩემ მიდადიოდა რაღაც ეკლესიაში და სანთლებს ანთებდა მთელი ოჯახის ღვთისმოსაობა ამით შემოიფარგლებოდა. და ამ ყველაფრის მე როგორ იყო იცით არ იყო სისტემა ისე მოწყობილი რომ აი ესე თანმიმდევრულად გაყოლოდი რა ეს კრიტიკული აზროვნება ზუსტად მაგას ნიშნავს რომ ეხლა რომ ბავშვები ზოგჯერ კითხვებს სვავენ იმ თემებში რომელსაც მე გავდიოდი იმ პერიოდში მათ ასაკში მე ეს კითხვები არ მიჩნდებოდა და ისე მიხარია რომ ბავშვები ამ კითხვებს სვავენ ესე იგი რაღაცა სხვა აზროვნებასთან და სხვა ცნობიერებასთან გვაქვს საქმე თუ ისე ვარ ჩავკალი და თუ არ ჩავაბრუნეთ ეს ბავშვები ისე საბჭოთა კავშირში რაღაცა ისეთი საღი და ჯანმრთელი ცნობიერების თაობა გვყავს. აი, კითხვა რატომ ჩვენთან არ ისმებოდა? მოსწავლე კითხვა არ ისმებოდა გაკვეთილზე. ჩვენ ვიყავით, როგორ ახ მოდიოდა ეს ინფორმაცია, ასე კარგი იყო და მახსოვს აი ის რო ვისწავლე მაიაკოვსკის პასპორტი თან ნიჭიერი кацის დაწერილი ხო როსულად читайте за ведуйте я гражданин Советского Союза და რაღაცა სოჟრიამული ჟრუანტელი მივლიდა ტაში მახსოვს შეგრძნებების დონეზე მახსოვს ემოციურად მოდიოდა ეს მარტო ის კი არ იყო რაღაცა გონება მოწამლული ემოცია მოწამლული ცნობიერება მოწამლული სოციუმი მოწამლული და სისტემა კიდე დაალაგებული არ იყო პატარა წნეხი და პატარა ამბავი ამისი გაწლება და ნუ როდის აი სტუდენტობის მერე ნელ-ნელა ეტაპობრივად როცა გონს მოვედი თან ეროვნული მოძრაობა დაემთხვა ჩემი სტუდენტობის პერიოდს და აი მაშინ ამოტივდი და უკვე მაშინ გავიგე თუნდაც ის 24 წლის აჯანყება კოტი აფხაზი საერთოდ ვინ იყო არ ვიცოდი ვინ იყო ქაკუცა ჩოლოყაშვილი რა ვიცი ფოტოები ზვიადმა და მერაბ კოსტავამ წამოწიეს წინაპლაზე საერთოდ ვინ იყო ეს ადამიანები არ ვიცოდით გრიგოლ რობაქიძეს დისიდენტურად ვკითხულობდით ну ძალიან ბევრი აი მიხეიკო წერეთელი მაგალითად ეხლაც არ არის ცნობილი უსარმაზარი ფიგურა რომელმაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიო მეცნიერებაში დღესაც არ არის ბოლომდე მისი მნიშვნელობა გადააზრებული ანუ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს საკეთებელი და ძალიან ბევრი დრო გვაქვს დაკარგული ეხლაც ვკარგავთ დროს, იმიტომ რომ ეს ენერგია, რაც ეხლა თუნდაც ამ წინააღმდეგობის მოძრაობაში და ამ აქციებზე იხარჯება, ხო აი მუდმივად აქციაზე ვარ ხოლმე და როდესაც იქ, რა ვიცი, თქვა ძალიან კარგი ამ სიამოვნებს ბათუმელებთან ურთიერთობა და რაღაცა აი მართლა რაღაცა კარგი მუხტი შეიქმნა, მაგრამ ну რამდენი დაკარგული საათი არის და რამდენი დაკარგული დრო და ენერგია, რომელიც შეიძლება რაღაცა საქმეს მოხმარდეს, ხო? კი. რაღაც საქმეზე გეტყვით. რა შეიძლება მოახმაროს, რა ვიცი, საზოგადოებამ, სახელმწიფომ და ყველამ რა საქმეს უნდა მოახმაროთ ახლა წესიდარიგით, თუ გვინდა რეალურად გამოვიძიოთ იმ წარსულში არსებული დანაშაულებები, ხო? რამდენიმე წლის წინ ბათუმის და ლაზეთის ეპარქიის თაოსნობით დაიწყო რეპრესირებულ ადამიანთა საერთო სამარხების მოძებნა. საქართველოს ეხლაც იპოვეს ამ ბოლოს. ხო, აი, საიდან როდესაც დაიწყო, ხო? მე უფე დიმიტრის ლოცვა-კურთხევით იყო ეს ყველაფერი, მე უბრალოდ ვეხმარებოდი, როცა აღმოაჩინეს, მე მივედი, რომ არქეოლოგიურ გამოცდილება მქონდა არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობის და პრეპარაციაში, ანუ იმ სამარხის ამოღებაში, კი, მონაწილეობას ვიღებდი და რამდენიმე ასეთი საერთო სამარხი იყო ნაპოვნი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე. კი. და უამრავი ადამიანი იყო იქ და 20-30 ერთად ერთმანეთზე დაყრილი და ხელების მხარეს ან ჩანდა ზურგზე რომ ეს იყო შეკრული ხელშეკრული ადამიანები და თავზე ჩანდა ტყუის კვალი მასობრივად ყველა ხო 150 კაცი იპოვეს კი ანუ როგორ არის 150 კაცის ჯამში მაგრამ იქ იყო 20 29 27 ანუ ერთად დახრეტილებს ერთვარ მოშეყრეთ ეს ახლა არის ერთადერთი ადგილი საქართველოში სადაც იმ პერიოდში რეპრესირებულები ვიცით სად მიყავდათ მაგრამ გაცილებით ნაკლებია ვიდრე საერთოდ რეპრესირებულ ადამიანთა რიცხვი აჭარაში გინდა ბათუმში და გინდა საქართველოში ჯერ ბოლომდე არ ვიცით რამდენი სისასტიკე ჩაიდინა ამ რეჟიმმა და კარგი იქნება თუ ასეთ საქმეებსაც გავაკეთებთ ხო ანუ
ვიპოვით ასეთ საფლავებს, ისე საქართველოში ნაკლებად აკეთებდნენ, მაგას უფრო მიყავდათ, ხო, ციმბირის და იმ ტერიტორიებზე. კი, კაც გადასახლებას ერთ-ერთი საშუალება იყოს რეპრესიების. უბრალოდ ის არის, რომ იმ გადასახლებულ ადამიანების ნაწილს, ანუ რამდენი ბრუნდებოდა იქედან? თითქოს ვერა. ხო, გზაში იხოცებოდნენ ყინვის გამო, სიცივის გამო, გაუსაზრდესი სიცხის გამო, დაავადებების გამო ამუშავებდნენ იქ და ეს ადამიანები უგზო-უკლოდ და ციმბირში ეგონათ, ხო, ოჯახის წერას სავარაუდოდ. ეს ხალხი ვინც აქ ადგილზე იყო დახრეტილი, ხო? კი. ახლა საჭიროა, ანუ აკეთებენ უკვე დაიწყეს რაღაც კვლევა, მათი დნმ-ის შესწავლა, მერე იმ ოჯახებთან დაკავშირება. ეს სახელები და გვარები საიდან დაადგინეს? ახლა სახელი აღარ მახსოვს, ბათუმის შესახებ რამდენიმე წიგნია გამოცემული, გარდაიცვალა ცოტა ხნის წინ. პროფესორი იყო ტოტოჩავი. არა. სურმანიძე. რამასურმანიძე. ხო, რამასურმანიძე. და მას ქონდა თუ არ ვცდები თავის წიგნში ეს სახელი გვარები მოხსენიებული. და მაქედან გამომდინარე ახლა ცდილობენ რომ მოიძიონ და რამდენიმე მგონი იპოვეს დნმ-ის ანალიზის მიხედვით სტატია ვნახე ბათუმელების გაზეთში. ხო, ანუ ასეთ რაღაცებს მივხედოთ. ხო, სად არის ამის დრო? და ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი და ეს ისტორიის სწორად მიწოდება და ისტორიის სწორად დაწერა და ისტორიის სახელმძღვანელოები ვაიმე რო უყურებ რა საშინელება. როგორ ასწავლი მაგ წიგნით? ახლა რა ხდება? დაუშვათ ძველი ახლა ძველი რომის ამბები, რა ქვია, ფარსმანი რაღაც ეგეთი ამბები ძირითადად არ იცვლება. მაგრამ არ იცვლება, მაგრამ რაღაცა ისე ხო უნდა ეწეროს, რომ ბავშვმა გაიგოს. ხო, ეგ გასაგებია, ანუ ამ შემთხვევაში გაკვეთილზე რაღაც დაუშვათ შეკითხვებს ვამ დამატებითი დავალებების სახით, ინფორმაციის მიწოდებით, გააზრებით. ახლა რაც წერია სახელმძღვანელოებში, იმის დიდი ნაწილი არც არის დიდი ნაწილი, ანუ არის გარკვეული რაოდენობა, რაც უნდა იცოდეს მოსწავლემ და იმის იქეთ უკვე შეგიძლია შენ რაღაც დამატებითი ინფორმაცია მოიტანო და რაღაც ინფორმაცია, რაც თვლი რომ არ არის საჭირო, გადადო გვერდზე. წაიკითხო მოსწავლეებმა, მაგრამ გაკვეთილზე სხვა რაღაცა შეიტანო ამ შემთხვევაში. ამის თავისუფლება ჯერჯერობით გვაქვს. 80%-ია სახელმძღვანელოს სავალდებულო, დანარჩენი 20% ჩვენი შეხედულებისამებრ და რაღაცნაირად ასე ვცდილობთ ამ დანაკლისის შევსებას. პლუს ამას ის არის, რომ უფრო მეტად და ცუდიცაა ჩემი აზრით ეგ, უფრო მეტად ყველაზე საინტერესო თემები ხო არის მეორე სემესტრის ბოლოს მოტოვებული, ხო? მე-9 კლასშიც ასეა და მე-12-შიც. როდესაც პროგრამა იწურება, თავრდება უკვე სასწავლო წელი, ხშირ შემთხვევაში ვერ ვასწრებთ იმ ბოლო თემების გავლას. და ამიტომ გვიწევს, რომ რაღაცები წინა თემებიდან გამოვტოვოთ, აქ დავუმატოთ და თვათ კარგად არ არის საქმე. შეიძლება სხვები ასწრებენ, იმედია სხვები ასწრებენ ამ ყველაფერს, მაგრამ პირადად მე ვერ ვასწრებ ყველაფრის გავლას. ამიტომ განსაკუთრებულ თემებს ვირჩევ და იქ უფრო მეტად სიღრმეში ვცდილობ ჩასვლას, იმიტომ რომ რაღაც გამოცდილება, რა ვიცი, დღეს რაც მოვყევი, ამ კუთხით მაქვს გამოცდილება, ხო? კონფერენციებისთვისაც ვამზადებ საარქივო მასალებთან მუშაობის კუთხით მოსწავლეებს და ფიქრობ, რომ რა ვიცი, თანდათანობით რაღაც წესით უნდა შეიცვალოს ისევ ჩვენი მონდომებით, სურვილით. ჩვენ თუ არ გავაკეთებთ, ახლა ვინ გააკეთებს ჩვენ საქმეს? ხო. ეგ არის რა ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საბჭოთა კავშირმა ამას მიგვაჩვია, რომ ანუ აგიტო ვიცახი რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა, რომ ყოველთვის ველოდებით, რომ ვიღაცამ უნდა გააკეთოს, ან სახელმწიფომ უნდა დაგავალოს, ან ვიღაცას ემდგომა უნდა გითხრას, რომ თითქოს საკუთარი ინიციატივების უფლება და საშუალება არ აქვს, რომ შედითო გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია, ხო? არ ვიცი ახლა რა გამოგვივიდა ჩვენ ამაზე, ჩვენი მიზანი იყო ფაქტობრივ პრინციპში რატომაც არა მიმოვიხილეთ რაღაცა საინტერესო ფაქტები. ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი და ის პრობლემაც წამოტივტივდა, რაც ამ ისტორიის სწავლების საკითხში ჩანს ძალიან მინდა კიდე ასე ზუსტად როგორც შეთან განვიხილე
ქართულის მასწავლებლებთან მინდა და დაწყებითების მასწავლებლებთან მაგრამ ჩემზე უფრო ხანძლივი გამოცდილების მქონე მასწავლებლები უკეთ ჩამოაყალიბებდნენ სათქმას. მე ახლა უბრალოდ იცი რა არის მე პირიქით მგონია რომ არა გამოცდილება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მაგრამ როდესაც შენც არა გაქვს პატარა გამოცდილება ხო რამდენი წელია უკვე მასწავლებელი ხო მშვენიერი გამოცდილება ეს ერთი და თან როდესაც ახალგაზრდა ხარ და სისტემის შიგნით არ ჩახარშულ ხარ ხო უფრო დისტანცირება შეგიძლია და უფრო იულიარი დისტანცირება მაგ ყველაფრიდან და ანალიზის გაკეთება ასე რომ პირიქით მე მგონია რომ კაი რესპონდენტი ხარ მადლობა. მე ხა ყავაზე მითხარი ხო ჩვენი გადაცემის ბოლო ნაწილი ყოველთვის ყავით მთავრდება ხო ყავაზე საუბრით რამე ხო არის ისტორიიდან ესეთი პიკანტური ისტორიები ყავის შესახებ ყავა და ბათუმი არა სხვათა შორის არა იმიტომ რომ ყავას ბავშვობ ანუ ალბათ ერთი 20-22 წლამდე თითქმის არასდროს არ სვამდი შეიძლება ერთ-ორჯერ მქონდა გასინჯული. და საკვირაო სკოლაში დაიწყე ყავის. ანუ რომ თავაზობდნენ ახლა სადაც მივდიოდი პირველი ასაც თავაზობენ ბათუმში ყავა. ხო რა თქმა. შესაბამისად მიწევდა სმა. ანუ არ შემიძლია რაღაც ყავის სხვადასხვა სახეობის გარჩევა, მაგრამ რა ყავასაც აქვს სვამ, მაგრამ ლალის მოაკითხეთ, კითხეთ, სად ყიდულობს ხოლმე, რავი, ყველაფერი მომწონს მე. რაც აქ ხდება და წარმატებებს გისურვებთ ლალიანტიძის საკვირაო სკოლას, საკუთარ თავსაც. მადლობა. დიდი მადლობა ზვიად იმედი მაქვს რომ მაყურებელსაც მოეწონებოდა ჩვენი საუბარი. შეგიძლიათ კომენტარები დაგვიწეროთ, რაიმე საინტერესო ისტორიები თუ გახსენდებათ და თუ არის თქვენთვის ცნობილი ბათუმის ისტორიასთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიამოვნებით მოგიწვევთ. ეს იყო პოდკასტი ლალისთან ყავაზე და ჩემი სტუმარი იყო ზვიად ჩხენკელი.